არ ვიცი გარედან მეტყობა თუ არა, ზუსტად იცოდეთ, რომ შიგნიდან აი ამ გულიდან მოდის უზღვავი სითბო. იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ ესეთი ბევრი, უკვე მალე 60,000 გავხდებით და ამ ყველაფერს 6 წლის განმავლობაში ერთგულად ვაგროვებდით თქვენ სიყვარულთან ერთად. პატარა პოსტის დავწერე, ძალიან სიყვარულითა და სიხარულით იყო გამოხმაურებები, გულიც ამიჩულა, ცოტა ცრემლიც მომერია და ეს თქვენი სიხარულის ცრემლები თქვენი დამსახურებაა. არ მასწავლებენ, მაგრამ მე მაინც თქვენთანა ვარ. კი ბატონო, და რა მინდა რომ მითქითხათ, ესე იგი, მინდა რომ 9 ივლისი იყოს რაღაც საიუბილეო დღე, სიამოვნებით მივიღებ საჩუქრებსაც, ძალიან მაგარი ეს ენერგიის გაცვლა არის, მეც არ დაგჭირებით ვალში რა საკურველია, მიყვარს ეს რაღაც ჩეინჯები და აუცილებლად იცოდეთ, რომ ვინც მეც გაზიარებას, ვინც ლაიქებს ჩემ გვერდზე დააგროვებს და ბევრ ხალხს მოიყვანს, მას აუცილებლად ჩემგან საჩუქარი. არა მარტო ტაროს გაშლა, ხალხო. მე თქვენთვის რაღაც მაქვს, რომელსაც გამოგეგზავნებათ დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა იყოთ, ანუ სიურპრიზი ქურუმი ქალის ტაროდა და დადი თბილი გაკეთებული საჩუქარი. გაი. ეხლა ამას გადავერთოთ დროებით, მე ამასთან დაკავშირებით უფრო ვრცელ ვიდეოს ჩავწერ, უბრალოდ შეგამზადეთ ამ თემასთან მიმართებაში და ეხლა გავიგოთ 9-დან 12 ივლისის ჩათვლით, როგორც სიტყვია ხოლმე პირდაპირ ზაფხულის პიკზე, რა გელოდება, ცოტა უცნაური რაღაც მოგიფიქრეთ და რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. თქვენ მოგეცემათ 3 ესეთი ნივთი. პირველი ეს არის ვარდი, მეორე ეს არის არც მეტი არც ნაკლები ავანტიურინის მინერალი და მესამე არის ჩემი საყვარელი ვარდისფერი პაჭია, კურდღელი. თქვენი მოვალეობა ამ 3-დან რომელიმე აირჩიოთ. და ამ 3-ის უკან, ეხლა ყურადღებით იყავით, იმალება რაღაც ისეთი, რაც აქცენტირებული და იქნება ამ კვირაში ყურადღების მისაქცევი და მიგაქცევნებთ აუცილებლად ყურადღებას და რაც იქნება ის, მე იმის უკან გავშლი ერთ ჩემს მეგობარ ლენორმანს, რომელიც არის ალუბალ ლილისფერი ნაზავით, ესეც უცნაური დასტა. მოკლედ ასე შევემზადოთ, ვინ რა აირჩიათ. ვიღაცისთვის ეს არის პირადი ცხოვრების აქცენტი, ვიღაცისთვის ეს არის კარიერული და ფინანსური აქცენტი და ვიღაცისთვის ეს არის ინტუიცია და შინაგანი ზრდა. რა ხდება ამ კვირაში? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ჩაიფიქრეთ, ხო? მე არ გეტყვით ახლა რის უკან რა იმალება, უბრალოდ აი ესე დავდებ და თვალებს დავხუჭავ და რომელიღაცას დავაჭერ ხელს. ამოვიდა. რა მქონდა ამის უკან დამალული, არც მეტი არც ნაკლები, აქ იყო ჩემო ძვირფასო ადამიანებო, შინაგანი ზრდა. ამ კვირაში 6-დან 12 ივლისის ჩათვლით, აქ იქნება აუცილებლად ჩამალული ინტუიციები და შინაგანი ზრდა. ნახოთ. ეს ყურადღებას გაქცევინებთ ამ კვირაში, ამასობაში ჩემი საყვარელი დასტა, დიდი და ბუთქუნა, რომელშიც არის ლილისფერი და ალუბლისფერი ჩარჩო და ყველას თავისი მნიშვნელობა აქვს. ისე მადამ ლენორმანია რო იცოდეთ. ეხლა თქვენს თვალწინ ამას უცებ ჰალეიხობს უზა და აბა რომელი ამოვიდა შინაგან ზრდაში. და მისი სახელია ჩიტები. უფრო სწორად ბუ. აი ხა რაში არის საქმე, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, აქ მოგეხსენებათ, რომ ბუ არის სიბრძნის სიმბოლო, ხშირ შემთხვევებში არის გამოტანილი როგორც აი ბროლის ბუ არსებობს, რასადროდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი ამ ალუბლისფერ ჩარჩოში ის ნიშნავს, ჩემო ძვირფასებო, რაღაც ისეთ ინტუიციას, სიბრძნე ინტუიციას, რომელიც აი ამ კვირის განმავლობაში თითქოს გამოგააშკარავენებინებთ თქვენი შინაგანი ინტუიცია და ძალა, ვინ არის თქვენი მოშურნე, ვინ არის თქვენი მტერი, ვინ დგას თქვენს ზურგს უკან, ვინ ჭორაობს თქვენზე, ვინ ავრცელებს არასასურველ ინფორმაციას. აი იმ დონეზე გექნებათ აი ეს ამაღლებული შინაგანად რაღაცა თითქოს ეს მაგიური ჩანართი, თქვენ თვითონაც გაოცდებით. მოკლედ ასე ამ კვირაში, ანუ 6-დან 9 ივლისის ჩათვლით, თქვენს ინტუიციას შეუძლია აი ამოაგდოს, როგორც ზღვა ნაგავს რიყავს, ესეთი ადამიანები, ესეთი ცოტა შეუცნობელი სიტუაცია შეიძლება იყოს, მაგრამ თვითონ გაგეხსნებათ რა, როგორც სიტყვიან ხოლმე რამსები. დიდი მადლობა. ეხლა თუ დაალაიქეთ, უფრო დიდი მადლობა. ეს აუცილებელია ჩემო ძვირფასებო და ესე გააკეთეთ. ეხლა ავიღოთ შემდეგი
და ეს არის კურდღელი. და ამ შემთხვევაში კურდღელი ვინც აირჩიეთ, ეს იქნება აქცენტი აუცილებლად ამ კვირაში, რას მივაქციოთ ყურადღება ფინანსურში და კარიერულ ზრდაში. ნუ ის გავიგეთ. გასაგები იყო და ეხლა აი თქვენ თვალწინ ამ ყველაფერს ავიჭრი. ჩვენს ლილის ფერსა და ჩვენს ალუბლის ფერ მადამ ლენორმას თქვენ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი მე არ ხედავ. და-და-და-დან რა მოვიდა უყურებთ? გზაჯვარედინი, აი ესეთი არის თქვენი ასე ვთქვათ ფინანსური და კარიერული არკანი, რომელსაც აქვს ამ შემთხვევაში წინათ ქონდა ახალი ლილია და მაშინ ქონდა ალუბალი. დიახ, აი ასეთ შემთხვევაში როგორ არის? აი გახართ რაღაც გზაჯვარედინზე, მიდის გზა პირდაპირ, მიდის გზა გვერდით, მაგრამ აი რაღაცნაირად ამ რაღაც ფინანსურ და კარიერულ ზრდაში გაქვთ დამაფიქრებელი დილემის წინაშე დგომა და არ იცით როგორ გააკეთოთ, რა ხსნა და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის პრობლემის გადაჭრა და სხვათა შორის ვერც ვერავინ მოდის და ვერც ვერავინ გეუბნება, ისევ და ისევ ეს რაღაცნაირად თქვენ თვითონ უნდა მოახერხოთ. ანუ დამხმარე არ არის, რა გააკეთო არ იცი, აი ფინანსებთან დაკავშირებით ბევრი გზა არის თითქოს ერთი შეხედვით, მარჯვნივ წახვალ თუ პირდაპირ წახვალ თუ რაღაცა, მაგრამ ამ გზაჯვარედინზე დგომა ცოტა დამაბნეველი იქნება თქვენთვის. აი რაღაცა. ან შეიძლება გაქვთ ფული და სადახარჯოთ არ იცით რაციონალურად, ან არა გაქვთ სადიშოვოთ, ან როგორ გადაანაწილოთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ცოტა დამაბნეველი არის, მესმის ახლა ზაფხულია, ხარჯი არის, სამუშაო შეიძლება ზოგიერთი კუთხით იკლებს, ზოგიერთის იმატებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რაღაცნაირად ჭირდება ამ ყველაფერს. დიდი მადლობა და რა დაგვრჩა? დაგვრჩა ვარდი და ვერც ვარდი ჩაიფიქრეთ. აი იმ ადამიანებს აქცენტი აქვს გასაკეთებელი პირად ცხოვრებაზე, წითელი ვარდი რაღაც სიმბოლურად ავარჩიე. ой, რაღაც ესეთი ხმაური ატყდა ჩემს შტატივზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ბურნი იქნება. მოდი. ბობოქარი, ბურნი არ უნდა მეთქვა. ახლა ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენს თვალწინ კიდევ ვაკეთებ ხაზგასმით გეუბნებით და ლაიქეთ ეს ვიდეო, ჩემი სურვილი ესეთი და ვინც არ ლაიქებს, თავის საქმე თვითონ იცი. მამას მე თუ არ ვხედავს, ზემოდან აუცილებლად აფასებენ და მე მოკლედ. ამ კვირაში, ვიცაც ამოვიდა ვარდს უკან არის დამალული პირადი ცხოვრების კარტი და ვნახოთ რომელი ამოგივათ. ეს არის ლილია ალუბლის ნასავი. ლილია სურნელებ და ალუბლის გემო. მადამ ლენორმანი თქვენს წინაშე. ვერ დაწერეთ კომენტარებში აუცილებლად როგორ რეზონირდება და თქვენ თვალწინ. აბა რა შემიძლია? რა გავარკვიო? როგორ ვუყურებ იმის მიხედვით? რა მოგივიდათ პირად ცხოვრებაში? და გზა, ჩემო კარგო ადამიანებო, ეს არის თქვენი პირადი ცხოვრების ერთკვირიანი და გადასაწყვეტი გაქვთ თქვენ თავარ გზაზე წავხვალთ თუ იმ პატარა გადამჭრელ გზებზე, სადაც არ ვიცით სად მიდიხართ, ეს უკვე თქვენი არჩევანია რაღაცნაირად და პირად ცხოვრებაში ეს ნიშნავს თქვენ თვითონ მისაღებ მას რა ქვია ეგრეთ წოდებულ. შეიძლება ამ პირად ცხოვრებაში გადაწყვეტილება გქონდეთ ერთი მიღებული, მაგრამ რაღაცა აბდაუბდად შემოგიგდოთ აზრები, ან ადამიანებმა, ან ორ ადამიანს შორის შეიძლება მოხდეს რაღაც არჩევანის გაკეთება. ყოველ შემთხვევისათვის გითხრათ სიმართლე, მას აქვს ალუბლის ფერი ჩარჩო, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა აქ დამაბნეველი სიტუაცია. თქვენ თვითონაც, ნუ ფაქტიურად იასამნის ფერი, რაც მეორე ვერსიას ამოვიდა და აი ეს ფერი ერთი იმდაში აიგული გიგულისხმება, უბრალოდ იქ სხვანაირი ისეთი მითითებებია და აქ აბსოლუტურად სხვანაირი მითითებებია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გზას ნიშნავს, მაინც არჩევას ნიშნავს, მაინც გააჩნია როგორ და რა ვითარებაში, ასე ვთქვათ, წარმოსახავთ ამ ყველაფერს. ნუ მაინც მე ვფიქრობ, რომ დაკარგავ ხო იცი არჩეულ გზას და თუცა ძველსა მეგობარსა, ძველსა გზასა, თუცა ძველსა მეგობარსა, რაღაც ისეთი თემატიკა მინდა რომ გითხრათ პირად ცხოვრებაში თავარი მაგისტრალი მიდის, მზუნებებით იქედან იქედან ისერება, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ ეხლა ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არ არის, ეხლა დრო დაალაიქოთ და მოვსმინოთ ქურუმ ქალს დიდი სიამონებით, რომელსაც უნდა და ეხლა მაქსიმალურად ვიცადრეო თქვენთვის დრო გამომენახა, ცოტა მოუწესრიგებელი, მაგრამ გულით და სულით თქვენ სამსახურში მუდმივად მყოფელი. მოკლედ ასე გელოდებით და ჩაერთეთ იმ მარათონში, რასაც ჩვენი
ჩვენი 6 წლის თავი ჰქვია, რომელიც 9 ივლისს აუცილებლად გაიშლება სრულიად ყველა პლატფორმაზე. მიყვარხართ გაცოკაგოცეთ, გავიწერეთ და ლაიქი და მოწონეთ.